პროტესტები მოგონილი მიზეზებით და ოპოზიციის გეგმები მიხეილ სააკაშვილმა ორხაზიანი განცხადებით მთელი ოპოზიცია ამხილა. მეტიც ერთდროულად ორი აღიარება გამოუვიდა. ერთი რომ აქციების ორგანიზებასა და ადამიანური რესურსის მობილიზებაში ოპოზიციაა ჩართული და გარდა ამისა პროტესტის მონაწილეთა უმეტესობა რომ რეგიონებიდან ჩამოიყვანეს. ამ განცხადებით ისიც იკვეთება რომ ნაცმოძრაობის ლიდერსაც სწორება 20 იანვარზე აქვს და სურს რომ ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე შეცვალონ. იქამდე სანამ რადიკალებს შესაბამისი მხარდაჭერა გარეძალების მხრიდან აქვთ. სააკაშვილის Facebook განცხადებას მოკლე დროში მოყვა გამოხმაურება. ნეგატიური კომენტარების შემდეგ სააკაშვილის გვერდზე განცხადება შეიცვალა. სიტყვა ჩამოყვანა გამოყვანით ჩანაცვლდა და დამატებითი კომენტარიც მიაწერეს. აღენიშნა თითქოს ნაცმოძრაობის ბრალდებულ და მსჯავრდებულ ლიდერს სხვა რაღაცის თქმა უნდოდა და მისი დანაბარები დამახინჯდა. თუმცა საზოგადოებამ მიხვდა რომ სააკაშვილი უბრალოდ სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობდა და მისი განმარტებების სიმართლეს არ შეესაბამებოდა. შეცდომა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება. შეცდომა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება. პოპსკრიპტუმ. სამწუხაროდ ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო ხაზი გამისვა შთაბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის. მიხეილ სააკაშვილის გამართლებას ცდილობენ ნაციონალურ მოძრაობაშიც პარტიაში ამტკიცებენ თითქოს მათმა ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა ლიდერმა სხვა რაღაც იგულისხმა და ყველამ ვინც მისი განცხადება წაიკითხა არასწორად გაიგო. ეს ტექნიკური შეცდომა იყო როგორც ითქვა. აჩეხება ახლა ხალხის გამოყვანას, დიახ, ხალხი რო გამოდის და არა ჩამოდის. ეს არის ფაქტი. მიხეილ სააკაშვილის პოსტი სწორედ ამას ეხმიანება, რომ მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოება, რომელიც ჩართულია აი ამ პროტესტში, იყოს უფრო კონკრეტული და რა თქმა უნდა, საზოგადოება არის კონკრეტული, საზოგადოება იქნება კონკრეტული. მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა აქციების ორგანიზებაში ოპოზიციის ჩართულობაზე ისაუბრა, ხელისუფლების ოპონენტები მისგან გამიჯვნას ცდილობენ და ამტკიცებენ თითქოს პროტესტებზე ხალხის ორგანიზებასთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ. ციხეში წლებია მოწყვეტილია პოლიტიკურ პროცესის ამ ქვეყანაში და ეს არ არის პირველი და ალბათ არც უკანასკნელი განწყობა, რომელიც ჩემს დასწრებით არის მიღებას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მე არავინ არ ყავს ჩამოყვანილი და მე რა ვიცი, უნდა კითხოთ ავტორს პოსტის. მე როგორ შეიძლება ვიცოდე რას ნიშნავს? ის რაც დაწერა სხვა. ხალხის ძალაში განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა არა გულწრფელი ხალხის ქუჩაში გამოყვანის პროცესში ოპოზიციის ჩართულობა თავად აღიარა. ამით კი კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ რადიკალებზეა დამოკიდებული თუ როგორ წარიმართება პროტესტი, რაშიც კონკრეტულ თანხებსაც იხდიან. მიხეილ სააკაშვილის ეს პოსტი ადასტურებს უბრალოდ იმას, რომ ეს პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, არ არის სახალხო პროტესტი, ანუ ეს ხალხი არ არის გამოსული საკუთარი დავალებით, ანუ მათ აორგანიზებენ, მათ ამისათვის გარკვეული სარგებელი აქვთ, როგორც სანდო წყაროები ამბობენ და ის პოსტი, რომელიც სწორედ ამაზე მიუთითებს უკან გაშვება, ანუ ისინი მართავენ და მათზე არის დამოკიდებული, უკან გაუშვებენ თუ ადგილზე დატოვებენ. ასე რომ ეს კიდევ და კიდევ იყო წამოწდენა იმისა, რომ ეს პროტესტი არის თავიდან ბოლომდე მათ მიერ მართული და ძალიან დიდი დოზით ისევ მათ მიერვე დაფინანსებული, რომელშიც ძალიან დიდი დოზით არის უცხოური ფინანსები გარეული. მიხეილ სააკაშვილს რომ სიმართლე წამოსცდა, ამაში ეჭვი არ ეპარებათ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გაიშიფრნენ სააკაშვილის განცხადების გადაკეთებისთვის კი უკვე გვიანია, როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, საზოგადოების მხარდაჭერა რადიკალებს არ ექნებათ. წამოწდენა ვიცმეს სიტყვით, დაწერილი წამოწდენა არ გამიგია. შესაბამისად, ის ჩამოყვანაც რელევანტური იყო და გამოყვანაც რელევანტურია, მოდი ვთქვათ. იმიტომ რომ თავის გაჭირვება იყოფა და ერთი ვთქვათ, რომ დიახ, ჩამოიყვანეს კიდევაც გუშინ მაგალითად განსაკუთრებით და გამოიყვანეს კიდევაც. რა თქმა უნდა, ყავს ახლა ამ პარტიებს თავისი აქტივისტი და არსებობენ ადამიანები სამწუხაროდ, რომლებიც გულწრფელად იჯერებენ იმათ რუსობას, ვინც 2008 წლის ომში გმირულად იბრძოდა მაგალითად და იმათ პროევროპელობას და პატრიოტობას, ვინც ამ ხალხს ომის დანაშაულს აბრალებდა. არსებობენ ასეთი ადამიანები, რა გავაკეთოთ, ხო? ფსიქოლოგიური ტერორი ამას გარკვეულწილად უზრუნველყოფს ხოლმე. და ვინც ყველა ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ, მის რუსობას იჯერებს, არის ასეთი ადამიანი ბევრი ამ ქვეყანაში და ვინც ყველაფერი გააკეთა ევროპის და ევროპულობის საწინააღმდეგოდ, მათთან ერთად დგანან აქციაზე.
ეს სამწუხარო რეალობა, ვერაფერს უზავთ, გამოდიან კიდევაც და ჩამოდიან ასეთი ადამიანები. გასაგებია, რა თქმა უნდა, ეს იყო პოსტში წამოწდენა და შემდეგ ჩაასწორებინეს, იმიტომ რომ მასზეც აქვს ვიღაცებს გავლენები, რა თქმა უნდა. წამოწდა რომ თურმე ნაციონალური მოძრაობის, კრებსითი ნაციონალური მოძრაობის დაორგანიზებული ყოფილა ის აქციები, რომელიც რუსთაველზე და ქალაქში სხვადასხვა ქუჩებზე მიმდინარეობს და როდესაც მიხვდნენ თუ რა წამოწდენა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, სასწრაფოდ გაასწორებინეს მისი სტატუსი. ეხლა გინდა აასწორონ, გინდა გაიტანონ და გინდა შემოიტანონ თავიანთი ფალავანი, რომელიც ასე წამოკოტრიალებული არის დიღმის მასივში, ქალაქში შემოსასვლელში და რამ ადამიანმა ზოგადად რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს, საერთოდ აზრს მოკლებულია ბოროტ მასხარას არის დამსგავსებული, რომელიც მათ შორის არც აღარც იღებს დავალებებს თავისი პატრონისგან და ცდილობს ხოლმე რომ როგორმე საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, რომ მეც აქავარ არ დაგავიწყდეთ ხალხო. ოპოზიცია დავარდნილი მუხტის აწევას სხვადასხვა მოგონილი მიზეზებით ცდილობს, პარალელურად კი ცდილობენ მოსახლეობა დაარწმუნონ, თითქოს პროტესტები თვითორგანიზებულია. როდემდე გაგრძელდება ხელოვნური პროტესტი თბილისის ქუჩებში, საზოგადოება მალე იხილავს.